Auditorias მინდა ავუხსნა, შენ ხარ ციფრული მედიის ჟურნალისტი, შენ ხარ ჟურნალისტი, უბრალოდ თქვენ ხშირად ვერ ხედავთ სირას, იმიტომ რომ რასაც ხედავთ Facebook-ზე, ვირტუალურ სამყაროში, ფორმულას ვებგვერდზე თუ სოციალურ ქსელებში, მისი თანამონაწილეობითაც არის შექმნილი, ანუ ის ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრია. ძალიან ისე ჩამოყალიბებული, გასაგები, კარგად გააზრებული და პრინციპული პოზიცია ჰქონდა, როცა გამოხვედი იზოლატორიდან, რაღაცა შემართებით შენს. არანაირი დაღლა, არანაირი უკანდახევის რაღაცა განწყობა და კვლავ რუსთაველისკენ სწრაფვა. რა განაპირობებს ამას, როდესაც გაქცევენ 4 კედელში, თან რატომღაც 10 დღით მოხდი შენ? ხომ არ გაქვს ახსნა, რატომ აღმოჩნდი შენ 10 დღით, იმიტომ რომ ვახო მოხდა ჩვენგან 6 დღით, კეთა იყო 5 დღით, ხომ? სხვადასხვა ტიპის სასჯელები იყო. შენ რატომღაც აღმოჩნდა რომ 10 დღე დახავი იზოლატორში? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მინდა ყველას სოლიდარობა და თავისუფლება ვუსურვო იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის გამო დღეს ციხეში არიან. ხო, რა თქმა უნდა, ციხიდან გამოვედი უფრო დიდი შემართებით, იმიტომ რომ ეს ბრძოლა არ დამიწყდა გუშინ და გუშინ წინ 7 წელია ამ ყველაფერში ვარ ჩართული და ყოველ დღე ვიცი, როდის რა მელოდება. ყოველთვის ვიცი, ჩემს ნებისმიერ ნაბიჯს რა შეიძლება მოყვეს. იქნება ეს დაკავება, მუქარა, ჯარიმა, სახლთან დახვედრები. ეს არ არის ისეთი რაღაც, რაც გუშინ დავიწყე და შეიძლება რომ ციხეში ჩასმის გამო დღეს გადავიფიქრო. ვიცი, რასაც ვაკეთებ, ვიცი, რისთვისაც ვაკეთებ, ვისთვისაც ვაკეთებ, რო ვაკეთებ ჩემი მომავლისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის გმირებთან მე ვიყო მართალი, როცა ოდესმე მათ შევხვდები. და ეხლა ამათი ციხეში ჩასმა 10 დღე იქნება თუ 15, დიდად ვერაფერს ვერ დამაკლებს, პირიქით დავისვენე, დავიძინე. წიგნები წაგიკითხავს, გავიგეთ, რაც დიდი ფუფუნება, ვინაიდან როცა ჩვენ სოციალურ ქსელებს მართავ, ამის დრო არ გაქვს. ნამდვილად. წიგნები მიხეილ ყავილაშვილს რო წაიკითხა თავის დროზე უკეთეს ადგილას იქნებოდა ალბათ. წავიკითხე წიგნები, დავისვენე, ბევრი ვიფიქრე და უფრო დიდი შემართებით გამოვედი იქიდან. რაც შეეხება თვითონ ჟურნალისტების მიმართ ასეთ მოპყრობას, ხომ? ხედავ აქ ტენდენციას უკვე, რომ გამორჩეულები არიან, გამორჩეულად სასურველი კომუნა ეს ხელისუფლებისთვის დასაჭერად, დასაკავებლად, როგორც მაგალითებია. შენ შეიძლება არ ახარ ეკრანებზე და არ ჩანხარ ასე აქტიურად, მაგრამ ის რომ შენ იყავი ფორმულას ჟურნალისტი, იყო თუ არა, როგორ ფიქრობ, მაინც ინტერესის, დამატებითი ინტერესის შემცველი, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველებისთვის. რა თქმა უნდა, იქნებოდა კი, იმიტომ რომ დიქტატურა ზოგადად ეგრე მუშაობს. ყველა მხრიდან უნდათ რომ ჩაახშონ სიმართლე, იქნება ეს ტელეეკრანებიდან თუ Facebook-ზე, მე რომ ეკარც დავდებ თუ არა, ან YouTube-ზე, გადაცემას გავუშვებ თუ არა, ანუ ყველაფრით ცდილობენ, რომ გაგვაჩერონ, გაგვაჩუმონ, შეგვაშინონ, დაგვაშანტაჟონ, რაღაცა შიში აღძრან ხალხში, მაგრამ ფაქტია რომ არ გამოსდით. ძალიან სამწუხაროა ჟურნალისტებს დღეს ციხეში მომუწევთ იმის გამო, რომ რუსთაველზე იდგნენ და უბრალოდ ლაპარაკობდნენ, მაგრამ გიჟმა ბიძინა ივანიშვილმა ისე გადაწყვეტა, რომ ეს ქვეყანა ისე მოეწყო. რაც ეხება რუსთაველს, აი ჩვენ ხედავთ იმ ხალხმრავალ მიტინგებს და აქციას, რომელიც სულ ახლახანს არაერთხელ იყო გასული 1 წლის განმავლობაში. სულ ამბობს ახლა რეჟიმი, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ პროტესტი წავიდა. რომ რუსთაველზე სულ რაღაც 50-60 კაცია. აქ საპასუხოდ ითქვა უკვე არაერთხელ, რომ 160 კაცი რომ უკვე დაიჭირეთ 50, როგორ დგას მარტივი მათემატიკაო, მაგრამ აქ 160-ზე და 200-ზეც არ არის ხომ საუბარი. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ პროტესტის აი ამ ცენტრალურ ნაწილს, პარლამენტის ზუსტად წინა ტერიტორიას, სადაც იკრიბება ხალხი, სადაც იმდენი ხალხი არ არის, რაც ახლა ჩვენ კადრში გვაქვს, მაგრამ ფიქრობთ თუ არა, ეს ხალხი ვირტუალურად არის ისევ იმ ადგილზე და გაქვთ თუ არა განცდა, რომ პროტესტი არსად წასულა აი 100,000-ობით ქართველში. რა თქმა უნდა, ეს განცდა არსებობს, იმიტომ რომ რუსთაველის გამზირზე გვინახავს უამრავი აქცია, რომელზეც 100,000 ან უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ადამიანები დღეს ყოველდღე რუსთაველზე თუ არ დგან, ან იქ იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ამ ბედს შეეგუნენ, ან მოსწონთ რეჟიმი, ან რამე მსგავსი. ეს უბრალოდ ის არის, რომ ვიღაცები დაიღალნენ, ვიღაცებს საქმე აქვთ, ოჯახები აქვთ და ყოველდღე უბრალოდ არ აქვთ იმის დრო, რომ რუსთაველზე გამოვიდნენ, მაგრამ ჩემი მხრიდან მინდა დავაფიქსირო ის, რომ დღეს რუსთაველზე დგომა და ქუჩის გადაკეტვა უფრო დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე იყო ეს მანამდე. გაამკაცრეს კანონი, დაგვიჭირეს უკვე ადმინისტრაციულით 160 ადამიანი და 160 ადამიანი
დღეს დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსთაველს თუ კიდევ ერთხელ გადაკეტავს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით უნდა ჩაჯდოს ციხეში, რაც არის აბსურდი, სიგიჟეა. რამდენიც არ უნდა ვთქვათ ჩვენ რეალურად, რომ ციხის არ გვეშინია და არაფერია. როგორ არ არის, იმიტომ რომ მე რო ციხეში წავედი, მამაჩემი საავადმყოფოში დამხვდა. დედაჩემი ნერვიულობით მოკვდა და ეგეთი მარტივი არ არის. ნერვიულობით მოკვდა რა თქმა უნდა. ხო, გადაჭარბებული გარბოლიზებულია, იმიტომ რომ ნახეთ დღეს როგორ შეგვიძლია. ეს ყველაფერი არის ოჯახის ისტორიები, პირადი ისტორიები, რომლებიც ადამიანებს გადააქვთ ძალიან ძიმედ. და იმის თქმა, რომ ხა ციხე არაფერია, ცოტა აბსურდი მგონია. ეხლა მგონია, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, სადაც ადამიანურ რესურსს უნდა გაუფრთხილდეთ ყველაზე მეტად. ჩვენ არ გვყავს იმდენი ადამიანი, რომ ესე დღეში 30 დაკავებული ჩვენთვის არაფერი არ იყოს. მესმის, რომ რუსთაველის გამზირზის გადაკეტვა ყოველდღიურ პროტესტში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ხელა საფრთხის წინაშე როცა ვდგავართ, არ ვიცი, რამე მოვიფიქროთ. მე მაგალითად პირადად მგონია, რომ წლების წინ 20-30 კაციანი აქციები როცა გქონდა პარლამენტის უკან სესიების დროს დღისით, როცა ხვდებოდით პირადად ზოგჯერ პარლამენტიდან გამოსულ ქოცებს და მათ ველაპარაკებოდით, ეგეც ხო პროტესტია, ხო შეგვიძლია. შენ დიდი ხანია ჩართული ხარ ამ პროტესტში და მე-7 ესე იგი რომ 2019-დან გამოდის, გავრილოვიდან არის ათვა. ხო, ცოტა უფრო ადრე. სარალიძის. აბა შენ ვინ გაგაჩერებს? ეხლა ორი ევაზია უნდა კონდეს ვინ იმის რომ შენ და ამას გარდა მე ძალიან დიდი ზურგი მყავს დედაჩემის და მამაჩემის სახით და იმხელა იმედი მაქვს მათი რომ ეგეთ მარტივი არ იქნება ჩემი გაჩერება და ვინმეს თუ ეგონა რომ 10 დღის მერე მე გამოვიდოდი და ვიტყოდი რომ ეხლა პოლიტიკური გავხდი და სახლში დავიჯდებით ხო ძალიან ცდებიან რუსთაველზე ისე შეხვდებით ადამიანებს ისე ვიქნები რა თქმა უნდა მაგრამ იქნები იმედია უფრო ფრთხილად იმიტომ რომ რაც შენ თქვი რომ ჯერ კიდევ აქვს რესურსი პროტესტს რომ პირველი რიგის ეს თამაშებში რო სიცოცხლე რომ გრჩება ბოლო ხო აი ეს სიცოცხლეები ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს აქვს და ეს თავგანწირვა შეუძლია სხვებს პირველი ეტაპის თავგანწირვა რაც ასევე ძალიან რთულია არ არის 10 დღე კაცო მარტივი ციხეში ნამდვილად თქონდა არ იყო უბრალოდ ეხლა მართლა იმ პირობებში გადავედით რომ ვართ შიმშილის თამაშებში უბრალოდ ეხლა ჩვენი ამოცანა არის ის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავტოვოთ გარეთ და არ ვიცი ერთი წლით არ ჩავსხდეთ ციხეში რამე სხვა მოვიფიქროთ. ვინმე მკითხავს ალბათ რა მოვიფიქროთ, არ ვიცი. ანუ არ მაქვს მაგაზე პასუხი, მაგრამ ძალიან ბევრი რამე გვაკლია ჩვენს კოორდინაცია ერთმანეთის ნდობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთმანეთს ვენდობით ესე რაღაცნაირად აი თითქოს იდეების გაცვლა გვაკლია, ახალი რაღაცების მოფიქრება გვაკლია, მაგ რაღაცებზე სამუშაოა, დიდი ხანია მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ სამუშაოა, მაგრამ რეალურად არ გადავსულვართ სამწუხაროდ ჯერ ამ სამუშაოზე, მაგრამ მე შემიძლია ჩემი წელი პირობა დავდო, რომ ეს პროტესტი არ სადაც წასულა, არც წავა. არასდროს არ წავა ეს პროტესტი, სანამ ჩვენი პატიმრები არ იქნებიან პირველ რიგში ჩვენთან ერთად და სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება იმ კურსს, რაზეც იდგა.